ხშირად ვივიწყებთ ისტორიას და იმ მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ჩვენ ცხოვრებას ფუძეს უყრიდა. მოდით დრო ცოტათი უკან გადავახვიოთ. ძველი ქვის ხანაში, როგორც წესი, მონადირე მამაკაცები მიიჩნეოდნენ ოჯახისთვის საკვების წყაროდ. თუმცა ქალების მიერ შეგროვებული მცენარეული საკვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ნადირობით მოპოვებული ხორცის იმედად ვერ იქნებოდნენ, რადგან ის არ იყო ყოველდღიური და დიდხანს არც ინახებოდა. ამას გარდა ნადირობა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. ამიტომაც ტომის საკვებზე მოთხოვნილებას შემგროვებელი ქალები აკმაყოფილებდნენ. არქეოლოგიურადაც დასტურდება, რომ კბილის ანალიზის საფუძველზე იმდროინდელი ადამიანები უმეტესად იკვებებოდნენ მარცვლეულით და ხილით. ხორცის რაციონი კი 20%-ში ადგენდა. განვითარებასთან ერთად ნადირობა და შემგროვებლობა გადავიდა მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე. რადგან ქალებმა მცენარეული და კაკლეული კარგად იცოდნენ, მიწათმოქმედებას შეუდგნენ. კაცებმა კი მესაქონლეობას მოჰკიდეს ხელი. მაგრამ ამავდროულად ქალის მიერ ბავშვის დაბადება და მისი გაზრდა აძლევდა ოჯახში პრივილეგიას, მემკვიდრეობა ქალის სახელით გადასულიყო. დროდადრო იზრდებოდა მიწის ფართობები, რომელიც მეტ მოშახელს და ფიზიკურ ძალას მოითხოვდა. ოჯახები უფრო მრავალშვილიანი ხდებოდა. რადგან ქალი უფრო დიდ დროს ორსულად ყოფნასა და ბავშვის მოვლაში ხარჯავდა, ის სამეურნეო საქმიანობითაც ნაკლებად იყო დაკავებული. ქალის როლის შემცირება მეურნეობაში შეამცირა მისი სტატუსი და მომავალში უფლებებიც. წინა პლანზე წამოიწია მამაკაცმა. ომებმა კაცის როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. ნელ-ნელა რთულდებოდა ქალის როლის წამოწევა, რადგან მისი შრომა დაუფასებელი იყო და კაცივით ღონიერი ვერასოდეს გართებოდა. ქალის ბუნებამ მამაკაცის ფიზიკური ძალის წინააღმდეგ რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა. მანდილოსნის სილამაზე, სიყვარულმა, ზრუნველობამ, მეოჯახეობამ და ბევრმა სხვა ღირსეულმა თვისებებმა მამაკაცის თვითშეგნება და ქალის მიმართ დამოკიდებულებამ მკვეთრად გაზარდა. დედის კულტმა და მეუღლის პატივისცემამ ქალების მიმართ დაფასება კიდევ უფრო გააძლიერა. ყველაფერი ის, რაც საკუთარი დედის და მეუღლის მიმართ მიუღებელი და უსიამოვნო იყო, განზოგადდა სხვა მანდილოსნებზეც. მათი შეურაცხყოფა სირცხვილად ითვლებოდა. ყველა ღირსეული მამაკაცის მოვალეობად იქცა, რა იმდივით დაეცვა სრულიად უცხო მანდილოსანი და დახმარება გაეწია. ქალის კულტი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, მისი დაცვის გამო სისხლი იღვრებოდა და ომებსაც იწყებდნენ. სკოლამდელი ვაჟების ცნობიერებაში დღემდე სირცხვილად მიიჩნევა გოგონებისთვის თმის მოჩეჩვა, გაწვალება, ხელის შებრუნება. ბავშვების დონემდეა დასული გოგონების დახმარება, სიმძიმის შემსუბუქება, მათი გაღიმება და პატივისცემა. იქ, სადაც მამაკაცები ვაჟკაცობას ქალის დაცვაში ხედავდნენ, ხოლო ქალზე ხელის აღმართვა სირცხვილად მიიჩნეოდა, დღეს 2025 წელს ვდგავართ აბსურდული რეალობის წინაშე. ქალი მამაკაცზე სილის გაწვნის გამო ციხეშია, ხოლო მამაკაცი, რომელსაც ლოყა აუწითლდა, დაზარალებული, რომლის უფლებებსაც იცავს პროკურატურა, მოწმე პოლიციელები და სასამართლო. ერთია აფექტურ მდგომარეობაში ადამიანი საკუთარ მოქმედებებს ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ მეორეა, როდესაც თვეების შემდეგაც თავს მაინც დაზარალებულად თვლიდა ქალის დაჟას მოითხოვ. მოდით შევაფასოთ რეალობა. ქალმა კაცს სილა გააწნა, რომელსაც სახე აუწეთდა. მამაკაცმა კი ქალს უჩივლა და 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. თავსვათ სამართლიანი შეკითხვა. სასორის ერთ მხარეს კაცის აწითლებული ლოყა, ხოლო მეორე მხარეს ქალის 6 წლიანი ციხე. ეს ქალის მიერ კაცზე ძალადობა თუ კაცის მიერ ქალზე ძალადობა. როდესაც მამაკაცი ღირსებაზე მაღლა აწითლებულ ლოყას დააყენებს, იქ სრულდება ისტორია ქვის ხანიდან მოყოლებული ქალის ბრძოლაზე და მანდილოსნის პატივისცემაზე.